თბილისის ზოოპარკში დათვები განსაკუთრებულად მძიმე პირობებში ცხოვრობენ. ტემპერატურის მატებასთან ერთად მათი ყოფა სულ უფრო და უფრო აუტანელი გახდა. ცხოველთა უფლებების დამცველები ზოოპარკის ადმინისტრაციისაგან დათვების ნორმალურ პირობებში გადაყვანას მოითხოვენ. ადმინისტრაცია კი ფინანსურ პრობლემებზე საუბრობს. ასეთ პირობებში შუაგულსიცხეში თბილისის ზოოპარკში რამდენიმე დათვი თავის შესაფარებელი ადგილის გარეშე ცხოვრობს. ცხოველები მზის ჩასვლამდე სიცხისგან თავის დაცვას უშედეგოდ ცდილობენ. ცხოველთა დამცველი ჟენკა თოდუა ერთ-ერთი მათგანია, ვინც ზოოპარკის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების გზით დათვების დახმარებას ცდილობს. ჩვენ შევსთავაზეთ რამოდენიმე მოხალისეების, ასე ვთქვათ, მეშვეობით, მოვალთ დილის საათებში და ხელით გავასუფთავებთ და გავწმინდავთ, მაგრამ საქმე იმაშია და პრობლემა არის ის, რომ შეტყუება ამ დათვების იმ ცხელ კონტეინერში იქნება შეუძლებელი. აქვთ ვითომ წყალი, იმიტომ რეალურად ეს არის სრული კანალიზაცია. დათვები, რომლებიც ამ წყალში უნდა ჩავიდნენ გასაგრილებად, რეალურად იმდენად ცხელი ტემპერატურაა იქ ამზე, იმიტომ რომ მთელი დღის განმავლობაში ეს მზე უყურებს, რომ პრინციპში ესეც არ გამოდის კარგად. რომ წყალი არ ყოფილიყო ამდენ წელს ვერ გაძლევდნენ, იქ დამერწმუნეთ. დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ დათვები ზოოპარკს უცხოურმა ორგანიზაციამ გადასცა, რომელმაც თავის მხრივ ისინი რესტორნის მეპატრონეებს ჩამოართვა. ორგანიზაცია ცხოველების აქ დატოვებას რამდენიმე თვით გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ აღარ წაიყვანა. ჩვენ არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ამ დათვებს გავუკეთოთ ისეთი ვოლიერი, რომელიც ამ ცხოველებისთვის არის მისაღები. შეიძლება ამ ყველაფერმა ცხოველები მიიყვანონ დაღუპვის ფაქტამდე. ეს სიტუაცია წესით სხვა ქვეყანაში დაიჯებოდა აუცილებლად კანონით. აუტანელი სიცხის გამო დათვების ვოლიერთან დამთვალიერებელიც ვერ ჭირდება. მწერალი ზაზა ბურჭულაძე, რომელიც ზოოპარკის ბინადარ დათვებზე ბლოგის ავტორიცაა, მიიჩნევს, რომ თბილისის ზოოპარკი საერთოდ უნდა გაუქმდეს. ყოველი მეორე, მესამე ადამიანი მაინც გვეტყვის, რომ ძალიან უყვარს ვაჟა-ფშაველად, ძალიან აფასებს. რა არის ვაჟა-ფშაველად თუ არა ბუნების და ცხოველის სიყვარული. ქართველი დღეს იგივე ის ყოველი მეორე, მესამე გვეტყვის, რა დროს ცხოველებია, როდესაც ადამიანები ესეთ მდგომარეობაში არიან. ჩვენ ვერ დავიცავთ ადამიანის უფლებებს, სანამ არ ვისწავლით ცხოველთა უფლებების დაცვას. ეს ელემენტარულია, ეს არის ცივილიზაციის ერთ-ერთი საფეხური, რომელიც უნდა გავიაროთ. ზოოპარკის ადმინისტრაცია ცხოველთა დამცველებს დათვების პრობლემის მოგვარებას უახლოეს მომავალში ჰპირდება.